მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103.9-ზე, რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. იცით რომ დილიდან სკანდალი არის აგორებული ბლუმბერგმა საინტერესო მასალა გამოაქვეყნა. აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი სტივ უტკოფი 14 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თანაშემწეს იური უშაკოვს ტელეფონით ესაუბრა და შესთავაზა უკრაინის სამშვიდობო გეგმაზე ერთად ემუშავა. შემდეგ კი ურჩია თუ როგორ უნდა განეხილა რუსეთის ლიდერს ეს საკითხი დონალდ ტრამპთანო და შემდეგ არის აქ მოყოლილი მთელი სატელეფონო საუბარი, როგორ ურჩევს უტკოფი უშაკოვს, როგორ უნდა მიუდგნენ ტრამპს. ტრამპმაც გააკეთა ამ თემაზე კომენტარი და თქვა, რომ ეს არის რაღაც მოლაპარაკებების სტანდარტული პროცედურა, მაგრამ ამას ამერიკაში არავის არ სჯერა და ერთ-ერთმა კონგრესმენმა უტკოფს საერთოდ თქვა, რომ რუსების მხარეს არისო ის ზოგადადო. მოკლედ რუსეთ-უკრაინის ომის სამშვიდობო გეგმაზე ვისაუბრებ. ჩვენ როგორც გაირკვა და უკვე ტრამპიც ადასტურებს ამას, რომ ეს გეგმა 28 პუნქტიანი იყო დრაფტი, მხოლოდ მონახაზი და ის დამუშავდა, ჩამოვიდა სადღაც 22 პუნქტამდე და კიდევ რამდენიმე პუნქტი არის შესათავებელი. მოკლედ რა სახეს მიიღებს საბოლოოდ ეს გეგმა ჯერ არავინ არ იცის. რა ეტაპზე ვართ ამ დროისთვის? ჩვენი სტუმრები იქნებიან გიორგი ტუმასიანი, ინიციატივა ჯერ საქართველოს წარმოადგენს ის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და გიორგი შალამბერიძე, ისიც ასევე წარმოადგენს ინიციატივა ჯერ საქართველოს. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოდი გიორგი თქვენგან დავიწყებ. დღეს რა მდგომარეობა ამ მიმართულებით, ამაზე რომ უთხრათ ჩვენს მაყურებლებს და რადიო მსმენელებს, სად არის მოლაპარაკების პროცესი ამ ეტაპისთვის? მოგესალმებით მერაბ, მივესალმები მაყურებლებს და რადიო მსმენელებს. პრეზიდენტ ტრამპის თავიდანვე ინიციატივა და სურვილი იყო აღნიშნული ომის შეჩერება და შეერთებული შტატები აგრძელებენ ძალისხმევას, რომ იპოვონ გარკვეული კომპრომისი ამ მიმართულებით. რა მიმართულებითაც თქვენ იცით, რომ ტრამპს არაერთ კონფლიქტში ჰქონდა ასეთი როლი, იქნებოდა ეს ღაზას სექტორში მიმდინარე მოვლენები, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის, პაკისტან, ინდოეთს და ასე შემდეგ. ბუნებრივია, რომ შეერთებული შტატები ცდილობენ იგივე პოზიციებით უკრაინაში ომის შეჩერებას და პრაქტიკულად ჩვენ ვხედავთ გარკვეულ ინიციატივას ორივე მხარის მიმართ, ან კომპრომისული ვარიანტი სურს შეერთებულ შტატებს. რამდენად ეს საბოლოო ჯამში გამოვა, რა თქმა უნდა, მხარეებზეა დამოკიდებული რუსეთზე და უკრაინაზე. ის მონახაზი და დღესაც პრეზიდენტმა ტრამპმა ღიად თქვა, რომ ეს არის მხოლოდ საგზაო რუკა და არა საბოლოო გარკვეული დოკუმენტი, 28 პუნქტიანი დოკუმენტი, როგორც ვიცით, 20 პუნქტამდე არის დაახლოებით შემცირებული, მნიშვნელოვანი ნაწილი ამოღებულია იქედან. ის რაც სავარაუდოდ იქნებოდა მიუღებელი უკრაინული და მხარისთვის და ჩვენ ასევე ვიცით, რომ პუტინის მხრიდან უკვე, ანუ მისი გუნდის მხრიდან უკვე გაკეთდა კომენტარი, რომ შესაძლოა ამ ახალ ვერსიას, ანუ შეკვეცილ ვერსიას არც დაეთანხმა. მიმდინარეობს ეს ვაჭრობის პროცესი, თავისთავად ჩვენ უნდა ზოგადად შევხედოთ, რა შინაარსის არის ეს დოკუმენტი. ეს დოკუმენტი გულისხმობს ერთი მხრივ ცეცხლის შეწყვეტას, მეორე მხრივ გარკვეული ზონის, ასე ვთქვათ, de facto კონტროლის ქვეშ დატოვებას, თუმცა ეს ცოტა უცნაური ფორმულირება არის, რადგანაც ისედაც de facto რუსული კონტროლი არის, მაგრამ თავარია, რომ იურიდიული, ასე ვთქვათ, გადაცემა ტერიტორიის არ ხდება, ანუ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა არ ხდება. რეალურად თუ შევაფასებთ, ეს დოკუმენტი არის ომის შეჩერებაზე და არა დასრულებაზე, რადგანაც გრძელვადი ამ პერსპექტივაში არ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ სრულად ამოწურული იქნას კონფლიქტის მიზეზი, შედეგობრივი ასევე ნაწილი და რა თქმა უნდა ვთქვათ მკაფიოდ, რუსეთისთვის უკრაინის სახელმწიფოს არსებობა აპრიორი პრობლემა არის, თვითონ ამას აცხადებენ, ამიტომ მისთვის ეს არანაირი გამარჯვება ეს დოკუმენტი არ არის, არამედ მარცხია, თან მნიშვნელოვანი მარცხი, თუმცა დროებით აძლევს შესაძლებლობას რუსეთს, რომ ის ტერიტორიები, რაც ოკუპირებული აქვს, ამაზე კონტროლი განამტკიცოს და საბოლოო ჯამში შეძლოს იქ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენ ამაზე გვისაუბრია, დაიწყოს ლოგისტიკური მნიშვნელოვანი პროცესების და
ასე ვთქვათ, ინფრასტრუქტურის განვითარება. ეს რა თქმა უნდა არის შავი ზღვის მიმართულებით რუსეთის შესაძლებლობების მკვეთრი ზრდა, იმიტომ რომ უკრაინის ნაპირის, აზოვის და შავი ზღვის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა რუსეთმა, ანუ აი ამ დე-ფაქტო ზონაში აღმოჩნდება. მეორე მხრივ ეს რა თქმა უნდა არის ცნობილი არხი ევრაზია, რომელიც უნდა იყოს ვალგადონსკის არხის ალტერნატივა, ჩინური ალტერნატივა რეალურად, უფრო სამხრეთით და კასპიის ზღვა და შავი ზღვა, აზოვის ზღვა და მერე შავი ზღვა უნდა დააკავშიროს ერთმანეთთან და უნდა გახდეს ჩინეთის ლოგისტიკური მნიშვნელოვანი აქ მარშრუტი. საბოლოო ჯამში, თუნდაც თუ ეს მარშრუტი განვითარდება და რუსეთი აქ განავითარებს ინფრასტრუქტურას, საკითხი იმაში დგას, რომ ომის შეჩერება მიგვიყვანს იქამდე, რომ ნებისმიერ მომენტში მომავალში შეიძლება ომი განახლდეს, როგორც რუსეთის ინიციატივით თუ უკრაინა დასუსტდება, ასევე უკრაინის ინიციატივით თუ საკმარისად ძლიერი იქნება ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და ბოლოს ვიტყვი რომ აქ რა თქმა უნდა უკრაინის სახელმწიფოს 80% შენარჩუნება ნიშნავს იმას რომ უკრაინა აქტიურად დაიწყებს ევროინტეგრაციას, აქტიურად დაიწყებს შეიარაღებას და ინტეგრაციას დასავლურ სისტემებთან, რაც არ უნდა შეზღუდვების მექანიზმი იყოს გარკვეული ჯარის მიმართულებით, ბუნებრივია რომ უკრაინა უკან არ დაიხევს საკუთარი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის და რა თქმა უნდა ამიტომ ეს არანაირი მარცხი უკრაინისთვის არ არის, თუმცა აქ აღსანიშნავია აი ეს დოკუმენტი და ასეთი შეთანხმება რა გავლენას იქონიებს კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე, განსაკუთრებით ჩვენ გვაინტერესებს რა თქმა უნდა საქართველოზე, ეს ფიქრობ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც ჩვენ აუცილებლად უნდა განვიხილოთ. კი ბატონო, ბატონო გიორგი, თქვენი აზრით მაინტერესებს, როგორც ვთქვით, ამერიკის შიდა პოლიტიკასაც ადევნებთ თვალს და ამ სკანდალმა რა გავლენა იქონია თვითონ შიგნით ამერიკაში. მე გულწრფელობ სატელეფონო ჩანაწერის გამოქვეყნება, რეალურად ამდენად მნიშვნელოვანი რამ გავიგეთ ჩვენ. დიდი მადლობა. პირველ რიგში მადლობას გიხდით მოწვევისთვის, მიუესალმები მაყურებელს. შევეხები უშუალოდ თქვენ შეკითხვას, თუ რა გავლენა მოახდინა აღნიშნულმა სკანდალმა. დღეს პრეზიდენტ ტრამპის განცხადებაც გავრცელდა, სადაც ის იცავდა ვითკოვს და ამბობდა, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო ამ მოლაპარაკებისთვის და ის ერთგვარად ყიდდა რუსეთისთვის ამ შესაძლებლობას, ისევე როგორც უკრაინისთვის აკეთებდა, ახორციელებდა ამას, თუმცა იყო რამდენიმე, როგორც თქვენ ახსენეთ, კონგრესმენი, რომლებიც ამის წინააღმდეგ გამოვიდნენ და თქვეს, რომ ეს იყო პირდაპირ რუსული ინტერესების გატარება, თუმცა პრეზიდენტმა მისმა ადმინისტრაციამ უშუალოდ დაიჭირეს ვითკოფის მხარე, რაც ალბათ არ იყო გასაკვირი და თქვეს, რომ ეს იყო მოლაპარაკებებში ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, ტაქტიკური სვლა იმისათვის, რომ მხარებს პოზიციები დაეხლოვებინათ. რაც შეეხება უშუალოდ ამერიკის პრესის გამოხმაურებას, ვერ ვიტყოდით, რომ რაც ჰედლაინებზე გამოვიდა და მთავარი სიახლე იყო თუ არ ჩავთვლით ბლუმბერგის მიერ გავრცელებულს, უფრო დიდი მნიშვნელობა. თუმცა მე სხვა მედიებმაც, ასე ვთქვათ, მეტნაკლებად აიტაცეს. აიტაცეს, თუმცა მაგალითად ამერიკაში უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ დემოკრატი სენატორების და კონგრესმენების, ასე ვთქვათ, გამოკითხვას მათ მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, თუმცა განცხადებასთან დაკავშირებით, როდესაც მოუწოდებდნენ საჯარო მოხელეებს გარკვეულ საკითხებზე, რომ არ დაეჭირათ პრეზიდენტ ტრამპის პოზიცია. თუმცა რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა იქონია მაინც ამ საკითხმა და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, თუ რამდენად აისახება შემდგომში სტივ ვიტკოფის როლზე ამ მოლაპარაკებებში, მართლაც იქნება თუ არა რაიმე ცვლილება ამ შემთხვევაში, გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ ამ ჩანაწერებიდანაც ჩანს ვიტკოფი ამბობს, რომ მას ძალიან დიდი დისკრეცია აქვს მოლაპარაკებებში და დიდი, ასე ვთქვათ, შესაძლებლობების ფანჯარა. შესაბამისად, მთავარი კითხვა, რომელიც აი ამ ფაქტის შემდეგ ისმის, არის ის, თუ რამდენად დიდ გავლენას მოახდენს ეს და შეიძლება თუ არა ვიტკოფის როლი შემცირდება თუ არა, თუ ისევ იგივე დარჩება, იმიტომ რომ თუნდაც ვიცით, რომ მომავალ კვირაში ის მიდის მოსკოვში, რათა შეხვდეს კრემლის წარმომადგენლებს. გარდა ამისა, მასთან ერთად შეიძლება იყოს პრეზიდენტის სიძე, ჯარედ კუშნერის. შესაბამისად, ნახოთ როგორ იმოქმედებს აი ეს ფაქტი, რომ ეს აუდიო ჩანაწერი გავრცელდა მის როლზე შემდგომ მოლაპარაკებებში. ხო, კი ბატონო, ცალკე ვთქვათ, ელაპარაკება, წარმომადგენელი ყავს, ვთქვათ, ვინც უკრაინას ელაპარაკება. ხო, როგორც ჩანს ეს ვიტკოფი სპეციალურად არის იმისთვის, რომ რუსეთს ელაპარაკოს, მაგრამ აქ გამოიკვეთა, რომ ეს ადამიანი ვისკენ არის ეს იკითხეს, ხო, თვითონ ვიტკოფი, რა ტიპაჟია, რას წარმოადგენს, ამაზე ისი თქვა შეგიძლიათ. ზოგადად ამ ადამიანზე ბევრი საჯარო ცნობა არ არის, ასე ვთქვათ, გავრცელებული, გარდა იმისა, რომ 2018 წელს მაგალითად ის წინააღმდეგი იყო რუსეთისთვის სანქციების დაწესებისთვის, უკვე 2018 წელს ის არის პრეზიდენტ ტრამპთან დაახლოებული პირი, უძრავი ქონების სფეროში იყო ჯერი იურისტი და შემდგომში უკვე გადავიდა თვითონ ბიზნესის სფეროში. შესაბამისად, რაიმე კონკრეტული თქმა, რაც მის ისტორიაზე მიუთითებდა, რომელიც იტყოდა, რომ ის აპრიორი რუსეთისკენ არის, ესეთი ობიექტური ფაქტები არ არსებობს. თუმცა, რა თქმა უნდა, მისი ოპონენტები ამბობენ, რომ ის უფრო რუსეთის მხარეს არის
გადახრილი უფრო რუსეთის პერსპექტივას ითვალისწინებს. მას ჰქონდა შეხვედრები მაიამიში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელთან კირილ დმიტრიევთან, სადაც გაჟღერდა ეს ინფორმაცია კიდეც, რომ სწორედ კირილ დმიტრიევი იყო ინიციატორი ამ 28 პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების. თუმცა რამდენად მართალია ეს რუსეთის შეიძლება რუსეთის დაწერილი ეს საგზაურო რუკაც ყოფილიყო, ხო? ეს გამოითქვა, თუმცა მარკო რუბიო მაგალითად ეს უარყო რამდენჯერმე იყო გავრცელებული ეს ინფორმაცია, თუმცა ამერიკის წარმომადგენლებმა ეს უარყა. შესაბამისად, ოფიციალური განცხადებები ყველა ოფიციალური განცხადება ფაქტობრივად აშშ-ის მხრიდან ამას უარყოფს. შესაბამისად, იმის თქვა, რომ ვიტკოფი რაიმე ოფიციალური მტკიცებულება არსებობდეს, რომ რომელიმე მხარეს გადახრილი არის, ასე ვთქვათ, არ არსებობს. თუმცა ჩვენ შეგვიძლია ჩვენს აზრზე დავურჩეთ ასე ვთქვათ, ხო? რუბიო ახსენეთ და რუბიო თითქოს ეხა გამოჩნდა რუბიომა იყო თავის ხელში ეს ყველაფერი და ეს რამდენად მნიშვნელოვანია ამაზეც რომ მითხრათ. დიახ, რა თქმა უნდა. ზოგადად ეს ისედაც ცნობილი იყო, სანამ ეს ფაქტებიც გაჟღერდებოდა და სანამ აქამდე მივიდოდით, რომ რუბიო უფრო ტრადიციულ ფრთას წარმოადგენდა რესპუბლიკური პარტიის, შესაბამისად მას უფრო ტრადიციული შეხედულებები ჰქონდა თუნდაც რუსეთ-ამერიკის ურთიერთობაზე, თუნდაც ამერიკის როლზე გეოპოლიტიკაში, რაც შეეხება ვიტკოფს, ის უფრო ასე ვთქვათ, უფრო ალტერნატიულ მოსაზრებებს აჟღერებს, სადაც უფრო სხვანაირად არის დანახული თუნდაც ამერიკის და რუსეთის ურთიერთობა, ის უფრო ასე ვთქვათ ჩანს იმ აზრზე, რომ რუსეთი არის სამშვიდობო მიზნით და სამშვიდობო მოტივაციით, მაშინ როდესაც რუბიოს მოსაზრება სხვა არის და ზოგადადაც ხშირად იწერება იმის შესახებ, რომ ასე ვთქვათ ორი ფრთა არის ამ მოლაპარაკებებში, ერთი არის JD Vance-ის ამერიკაშის ვიცე-პრეზიდენტის ფრთა, რომელიც უფრო იზოლაციონისტურ ტენდენციებს ამჟღავნებს და არის მარკო რუბიოს ფრთა. მარკო რუბიო ჯერ კიდევ სენატორი როცა იყო, მას ასე ვთქვათ ისტორია აქვს, რომ რუსეთთან წინააღმდეგობა ჰქონდა, შესაბამისად მრავალი წლით არის დადასტურებული, რაც შეეხება JD Vance, მას მიაჩნია, რომ უკრაინა ამ ომში მარცხდება და დროის საკითხია რბოლოთ როდის დაკარგავენ ტერიტორიას და JD Vance-ის როლზე როცა საუბრობთ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტებს, რა თქმა უნდა, ზოგადად არც თუ ისე ძალიან დიდი როლი აქვს არც საგარეო პოლიტიკაში, არც შიდა პოლიტიკაში, თუმცა JD Vance-ზე ხშირად იწერება, რომ ის 2028 წელს იქნება სწორედ აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის, ასე ვთქვათ, ფავორიტი არის, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი გახდეს და ასე ვთქვათ, საუბარი არის, რომ შეიძლება რუბიო იყოს ვიცე-პრეზიდენტი გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ აღიარებს, რომ JD Vance ძალიან დიდი უპირატესობა აქვს. ამიტომ JD Vance-ის შეხედულებები და რა თქმა უნდა მისი მოსაზრებები საგარეო პოლიტიკაზე ძალიან დიდი მნიშვნელობის არის, გამომდინარე იქიდან, თუ რა როლი აქვს მას დღეს ამერიკის პოლიტიკაში, ასევე გამომდინარე იქიდან, რომ აღქმები მიუთითებენ, რომ მას შეიძლება კიდევ უფრო დიდი როლი ჰქონდეს, სწორედ ამიტომ მისი ასე ვთქვათ, წყალებში იზოლაციონისტური თუ წყალების გარშე იზოლაციონისტური შეხედულებები გავლენას ძალიან დიდ გავლენას პოვებს ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე. კი ბატონო, გიორგი, თქვენ რას ფიქრობთ, რამდენად შეიძლება რაღაც შემოტრიალდეს იგივე რუბიოს ჩართვით და რამდენად შეიძლება ეს პროცესი დასრულდეს, არა ვთქვათ, იმით, რომ უკრაინას მოუწიოს რაღაც დამამცირებელ ზავზე ხელის მოწერა, არამედ პირიქით საუბრობთ იმის შესახებ, რომ ეს ომი დასრულდეს ისე, რომ უკრაინა აქედან გამოვიდეს ღირსეულად. პრინციპში თქვა ხო ზელენსკიმაც, რომ არჩევანი გვაქვს ღირსება, შემიძლია თუ პარტნიორი დავკარგოთო და ხა რა პარტნიორია თუ ღირსების დაკარგვას გაიძულებს, ხო ცოტა უცნაური პარტნიორობა გამოდის ამერიკის შეერთებულ შტატებთან. თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატების როლი და ტრამპის როლია დღეს ამ კონფლიქტში. ჩვენ შეგვიძლია დადებითად შევაფასოთ თუ უარყოფითად. საბოლოო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეერთებული შტატების და მათ შორის პრეზიდენტი ტრამპის როლი ამ მომენტში არის დადებითი, იმიტომ რომ დღეს უკრაინასაც სჭირდება ეს პაუზა. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის მხოლოდ პაუზა, იმიტომ რომ თუ ნახავთ იქ ცეცხლის შეწყვეტის ჯერ პრიორიტეტი რომ არ არის და პირველი პუნქტი უნდა იყოს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, არ იყო ეს დიპლომატიური შეთანხმების ტექსტი, რაც თავიდან ჩვენ ვნახეთ, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტის გარანტიები პრაქტიკულად არ არსებობს. რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შორის გარანტიების პირობებშიც კი ხდებოდა ცეცხლის შეწყვეტის დარღვევა. ამიტომ უკრაინა ამას აღიქვავს, ჩემი აზრით, როგორც პაუზას. ეხლა ჩვენ უნდა შევხედოთ იმას, თუ რა მდგომარეობა არის ბრძოლის ველზე. სამწუხაროდ, ჩვენ ხედავთ, რომ დასავლეთიდან დახმარების, აი ამ ტალღების ფონზე და გახსოვთ, რომ გარკვეული პერიოდი შეჩერებული იყო ეს დახმარება და მე ვფიქრობ, ამან ნეგატიური გავლენა იმოქმედა უკრაინის შეიარაღებული ძალების ზოგად შესაძლებლობებზე. პრაქტიკულად გვაქვს მდგომარეობა, რომელიც საკმაოდ მძიმე არის ამ მომენტისთვის კუპიანსკის მიმართულებით, პრინციპში ამავდროულად მირნოგრადის მიმართულებით და პაკროვსკი უკვე რუსეთის კონტროლის ქვეშ არის. აქ რა თქმა უნდა, ჩვენ და ფასიც შევატაროთ, რუსეთი უზარმაზარ ფასს იხდის ამაში, დაახლოებით 1000 ჯარისკაცი დღეში.
რუსეთის მხრიდან, თუმცა რუსეთი იმდენად თავისი არსით ტოტალიტარული სისტემა არის, რომ მისთვის ეს არანაირ სენსიტიურობას აღარ იწვევს, რაც გასათვალისწინებელია. შესაბამისად, უკრაინისთვის პაუზის აღება ამ მიმართულებით და შესაძლებლობა, რომ გაითვალისწინოს საკუთარი შეცდომები და მოემზადოს სრულიად ახალი შესაძლებლობებით და ჩვენ ვიცით, რომ იგივე კონფლიქტი შეიარაღებული ნაწილი გადადის გაცილებით უფრო სერიოზულ მაღალ ტექნოლოგიურ ფაზაში, სადაც რუსეთი მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროპულ და ამერიკულ შესაძლებლობებს, მნიშვნელოვანი შეიძლება და დადებითი შესაძლებლობა იყოს. მეორე მხრივ, რუსეთისთვის მიზნების არ მიღწევა, რუსეთისთვის მინიმალური მიზანი არის ეს ნაპირის კონტროლი და იქ ამ არხის მშენებლობა, მაგრამ მოდით ასევე ვნახოთ გეოპოლიტიკურად ეს რა, თორე რუსეთს რომ მიწა არ სჭირდება თავისი არსით, მგონი ამაში ყველა ვეთანხმებით ერთმანეთს, იმიტომ რომ მიწის ამბავი არ არის აქ. ეს არის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის მიწა შავი ზღვის მიმართულებით, აზოვის ზღვის კონტროლის და კასპიის ზღვის დამაკავშირებელი. თუ რუსეთი და ჩინეთი ჩადებენ ამაში უზარმაზარ ინვესტიციას და მინიმუმ 50 მილიარდ დოლარზე არის საუბარი არხის აშენების მიზნით. ამ არხის აშენება, ეს არხი ვერ იქნება უსაფრთხო უკრაინასთან მოლაპარაკებების და რეალური შეთანხმების გარეშე, იმიტომ რომ რამდენ კილომეტრს აკონტროლებს რუსეთი? 20 ეს არხია. ეს არხი აკავშირებს კასპიის ზღვას და პირდაპირ როსტოვს ქალაქს, რომელიც შემდეგ უკვე გადის აზოვის ზღვაში. ანუ რეალურად თუ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა დაცული იქნებოდა, მთელი ნახევარი ნაპირი აზოვის ზღვის იქნებოდა უკრაინული და ნებისმიერი სამხედრო თუ საწვირთო იქ იქნებოდა უკრაინული ნაპირის ასე ვთქვათ კონტროლის ქვეშ ფიზიკური, მაგრამ მე ქერჩის მიმართულებით უკრაინული ტერიტორიით გავლა მოუწევდა. რუსეთი ახლა ამას აკონტროლებს და რეალურად სრულად რუსული კონტროლი იქნება. თუმცა თუ აქ იქნება სანქციები ამ გადაადგილებაზე, ამავდროულად თუ და პირდაპირ უნდა ითქვას ეს უკრაინას შეიძლება ნებისმიერ დროს პრაქტიკულად კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს აი უზარმაზარი სატრანზიტო ფუნქციის მქონე არხის და არტერიის გამტარუნარიანობა, რადგანაც ეს არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ნაწილი, რომელიც ამ დოკუმენტებით მხარდაჭერილია. შესაბამისად, რუსეთისთვის ეს არანაირად გამარჯვება არ არის, რადგანაც უკრაინა გააგრძელებს არსებობას, გაძლიერებას, ევროპულ ინტეგრაციას. მეორე მხრივ, ამ არხში რუსეთის ინვესტიციები და ჩინეთის საბოლოო ჯამში გამოიწვევს იმას, რომ რუსეთსაც და ჩინეთსაც მოუწევს უკრაინასთან და მის მოკავშირე შეერთებულ შტატებთან ამ საკითხებზე შეთანხმებას და ამას ჩვენ სამწუხარო არის ეს თუ არა, უნდა შევხედოთ გლობალურ კონტექსტში. დღის წესრიგში თაივანის საკითხი, დგას დღის წესრიგში სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის საკითხი, შესაბამისად უკრაინის საკითხიც იქნება აი ამ გლობალური რამდენიმე რეგიონში რუსეთის, ჩინეთის და შეერთებული შტატების კონკურენციის და გავლენების გავრცელების ამ დავის შედეგი და სწორედ ამიტომ საქართველოს მთავარი პრიორიტეტი ამ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რაზეც ახლა საუბრობდი, უნდა იყოს ძალიან მარტივი და პრინციპული. ჯერ საქართველოს როგორც გეოპოლიტიკური აქტორი, ჯერ საქართველოს როგორც პრიორიტეტი უსაფრთხოების მიმართულებით და ჯერ საქართველოს საგარეო პოლიტიკური და გეოეკონომიკური გავლენების იმისთვის, რომ ვუზრუნველყოთ საქართველოს და ჩვენი მოქალაქეების ინტერესები მაქსიმალურად ამ ძალიან турბულენტურ საგარეო უსაფრთხოების მათ შორის გარემოში. ეს მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა. რუსების განცხადებები შეიცვალა, ხო, მაგალითად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მზადვართ უკრაინასთან დაკავშირებით აშშ-სთან დიალოგი გავაგრძელოთ, მაგრამ არანაირ დათმობებზე საუბარი არ შეიძლება, ამბობს პესკოვი ამბობს, უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების შესახებ განცხადებების გაკეთება ნაადრევია. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ამბობს, ჯერჯერობით სამშვიდობო გეგმის დეტალებზე ჩვენთან საუბარი არავის ჰქონია, ჩვენ ის ვნახეთ, მაგრამ განხილვა არ ყოფილა. რამდენად შეიძლება იქამდე მივიდეთ, რომ უკვე რუსეთმა აღარ მოაწეროს ამას ხელი და მერე თქვენი აზრით ამერიკაში იქ ისტებლიშმენტი რამდენად მზად არის იმისთვის, რომ რუსეთზე გააგრძელოს ზეწოლა ამ მიმართულებით? მადლობა. პირველ რიგში ალბათ ამ კითხვას რო უპასუხოთ, უნდა გავაანალიზოთ ის ცვლილებები, რაც მოყვა, ასე ვთქვათ, პირველად დრაფტს
პირველ დრაფტში როგორც ვიცით, ასე თქვა, ფაქტობრივად უკრაინას ეზღუდებოდა მისი ჯარის რაოდენობის გაზრდა 600,000 ჯარისკაცზე იყო საუბარი, გარდა ამისა გარანტიები არ იყო აშშ-ის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიები შემთხვევაში თუ ასე თქვა მოხდებოდა რუსეთის მიერ თავდასხმა, მართალია სანქციების მხრივ იყო გარკვეული გარანტიები, თუმცა ასე თქვა, რომ აშშ იღებდა თავის თავზე ვალდებულებას, რომ აპრიორი უკრაინას დაუჭერდა თავს, დაუჭერდა მხარს, ასე არ იყო. გარდა ამისა, იყო აღმოსავლეთ დონბასის თემა, რომელიც იმის დამიუხედავად გადაეცემოდა უკრაინას, თუ რეალურად ვინ არის დღეს ამ ტერიტორიის კონტროლის განმახორციელებელი და კონტროლის განმახორციელებელი არის უკრაინა. შესაბამისად, პირველი დრაფტი შეიცვალა და საკითხავი არის, რამდენად იქნება დამაკმაყოფილებელი ის, როგორც რუსეთის, ასე ვთქვათ, პოლიტიკური წამყვანი ფიგურებისთვის, გარდა ამისა თვითონ შიდა აუდიტორიისათვის. შესაბამისად, რთული არის იმის განსაზღვრა, თუ რამდენად მოხდება ამის დადასტურება, ასე ვთქვათ, რუსეთის მხრიდან, განსაკუთრებით იმ პირობით, რომ უკრაინისთვის, ასე ვთქვათ, მიუღებელი არის თავის ნატოში შესვლაზე უარი თქვას და როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობა განაცხადეს, ეს ძალიან სახიფათო პრეცედენტი იქნება მთელი სოფლიო წესრიგისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთს ფაქტობრივად ვეტოს განხორციელების უფლება იქნება ქვეყნის მომავალზე, რაც ფაქტობრივად ამ მომში რუსეთის ერთ-ერთი მიზანი, რა თქმა უნდა, ეს იყო, რომ რომ უკრაინაში არ ყოფილიყო, ასე ვთქვათ, დასავლური ორიენტაცია, როგორც ევროკავშირის კუთხით, ასევე ნატოს კუთხით, თითქოს ევროკავშირის მიმართულებით გარკვეული დათმობა მოხდა, მაგრამ რუსეთის წარმომადგენლება არაერთხელ გააჟღერეს, რომ ნატოს საკითხი მათთვის იყო, ასე ვთქვათ, წითელი ხაზი. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ სამშვიდობო შეთანხმებაში ნათქვამი იქნება, რომ უკრაინას შეუძლია ნატოში გაწევრიანება, საკითხავია, რამდენად მოხდება რუსეთის მხარის მიერ ამის დადასტურება, მაგრამ გარდა ამისა, აქ ისმის მეორე კითხვა თვითონ რუსეთში როგორ იქნება სიტუაცია ეკონომიკის მხრივ, გამომდინარე იქიდან, რომ არის ასე ვთქვათ, ესეთი მოსაზრებაც, რომ ეკონომიკის მიმართულებით შესაძლოა, როცა ისეთი რთული სიტუაცია ქონდეს, რომ უმჯობესი იყოს კიდეც მისთვის რაღაცა დათმობებზე წასვლა. ამიტომ რამდენიმე განზომილება აქვს ალბათ ამ შეკითხვას. პირველი ეს არის თვითონ რუსეთის პოლიტიკური ისტაბლიშმენტი, რამდენად მიიღებს ამას, მეორე შიდა აუდიტორია, რამდენად ეკრება მიღებლობა და თლიანად ეს ეკონომიკური სიტუაცია რუსეთში, რამდენად იქონიებს ამას გავლენას. რაც შეეხება აშშ ისტაბლიშმენტის დამოკიდებულებას ამ საკითხის მიმართ, პირველ რიგში მნიშვნელოვანი არის ალბათ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად დონალდ ტრამპის დამოკიდებულების დანახვა. დონალდ ტრამპი პრეზიდენტობაში მოსვლის დღიდან, ასე ვთქვათ, მისი ერთ-ერთი მთავარი დაპირება არის, რომ უკრაინის ომს დაასრულებს, ჯერ იყო ეს 24 საათი, მერე ნუ გადაიწია დღეს, მანამდე მადლიერების დღეს ჰქონდა პრეზიდენტ ზელენსკის, რომ საბოლოო პოზიცია დააფიქსირებინა, ახლა დონალდ ტრამპმა ისიც თქვა, რომ ჯერჯერობით, ასე ვთქვათ, ღია არის დროის საკითხში. შესაბამისად, რთული არის იმის განსაზღვრა, რა იქნება დონალდ ტრამპის რეაქცია, ზოგადად ის ცვალებადობით გამოირჩევა, თუნდაც წინა თვის ოქტომბერში გვახსოვს, რომ ის თითქოს გამკაცრებული პოზიციით იყო რუსეთის მიმართ და შემდგომში მან ეს პუტინთან საუბრის შემდგომ შეარბილა და ბევრად უფრო სხვა პოზიცია დაიკავა, თუნდაც უკრაინასთან იერარქიის გადაცემასთან დაკავშირებით. ამიტომ თუ კი ჩავთვლით, რომ ის მოცემულობა იყო, რა მოცემულობაც ახლა და რა მოცემულობაც აქამდე იყო, ალბათ არაფერი არ შეიცვლება გარკვეულწილად. იგივე მიმართულებით წავა რაღაცა პერიოდის შემდეგ ალბათ ტრამპი ისევ გამოვა სამშვიდობო წინადადებით, რაღაცა აქედან მოყვება რეაქცია რუსეთიდანაც, უკრაინიდანაც, მაგრამ საბოლოო ჯამში ალბათ ბრძოლის ველზე რა სიტუაციაც ის იქნება, ის გადაწყვეტს ამ საკითხს. ახლა მე როგორც უყურებ უკრაინას, უბრალოდ არ უნდა დათმობა იმ ტერიტორიების, რომლებიც მას ფაქტობრივად ჯერ კონტროლის ქვეშ აქვს, რადგან მიაჩნია, რომ შესაძლებელია საერთოდ არ დაკარგოს ეს ტერიტორიები, გარდა ამისა, გასათვალისწინებელია თვითონ შიდა უკრაინული სიტუაცია, იმიტომ რომ შეიძლება მოსახლეობის მხრიდან, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი წინააღმდეგობა იქნება ტერიტორიების გადაცემას, მაშინ როდესაც ფაქტობრივად უკრაინის კონტროლის ქვეშ. მაშინ ეტყვიერისთვის ვიომეტო, ხო? დიახ. და გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ჯარის რაოდენობის შეზღუდვაც უკრაინისთვის ძალიან სახიფათო არის და შიდა პოლიტიკურად ამის ახსნაც გაჭირდება ალბათ უკრაინელი აუდიტორიისათვის. ხო, ნუ შეიძლება შეთანხმება საერთოდ არ შედგეს სამშვიდობო. კი არის ამერიკა გააწყობილი, მაგრამ აი ეს მერე რა მოხდება, ეგ არის თავი ამერიკაში რამდენად იქნებიან მზად, რომ მერე გააგრძელონ ისევ ზეწოლა რუსეთზე. ხო, რასაც ევროპელები ითხოვენ ამ შემთხვევაში, ხა კაია კალასი პირდაპირ ამბობს, რომ დათმობა უნდა მოხდეს რუსეთის მხრიდან. იმიტომ ის არის აგრესორი. ხო და არა ისე რომ ეხა ორივე მხარემ დათმოს და რა მიდგომა ეს ხო როცა აგრესორთან გვაქვს საქმე, მაშინ გამოჩნდა შენ აგრესორს ახალისებ, ხო, როცა იძახი რომ აი კი ბატონო და აგერ ამანაც სპერპმაც დათმოს რაღაცა. მაგრამ ნუ მეორე მხრივ ამერიკა ამბობს რომ შანსი არ არის ომით რუსეთის დამარცხების და ამიტომ რაღაცა უნდა დათმოს უკრაინა. ამ ლოაში ლოგიკას რამდენად ხედავ? ლოგიკა არის იმაში რომ ომი მინიმუმ როგორც თქვი შეიძლება დღის წესრიგში დგას რომ შეჩერდეს. პაუზა იყოს ომში. პაუზა დღეს ვის უფრო სჭირდება ბრძოლის ველზე, ეს არის უკრაინა.
და შესაბამისად თუ ჩვენ ვიღებთ რეალურ საკითხს იმისა ეს ხელს უწყობს დღეს უკრაინას თუ რუსეთს, შეიძლება ითქვას, რომ უკრაინას de facto კონტროლი ამ ტერიტორიებზე რუსეთს ისედაც აქვს. და რეალურად ასე თუ ისე რუსეთი გარკვეული წინსვლით გამოირჩევა, როგორც ვთქვი, რამდენიმე მიმართულებით ამ შემთხვევაში, მათ შორის აღარ დავაკონკრეტე და გულაიპოლეს მიმართულებითაც აქვს გარკვეული წინსვლა, კონსტანტინოვკაში ახლოს არიან ქალაქთან უკვე, შესაბამისად კრიტიკული არ არის ვითარება, რა თქმა უნდა, ფრონტზე, მაგრამ ნებისმიერი პაუზა უკრაინისთვის იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა. ახლა მნიშვნელოვანი ასევე მე რა დავაზუსტოთ, როცა საუბარია 800,000-ით მაგალითად უკრაინული ჯარის შეზღუდვაზე. ვინ გააკონტროლებს ამას? ვინ გააკონტროლებს ცეცხლის შეწყვეტას? როგორ გააკონტროლებენ? ან რანაირი მექანიზმებით მოხდება ის დანარჩენი პუნქტები, რაზეც საუბარია, ხო, იქ სხვადასხვა საკითხზე, შიდა პოლიტიკურ საკითხზე არის საუბარი. შესაბამისად, ყველასთვის ნათელია, რომ ეს შეთანხმება ამ ფორმატით, ამ მოცემულობით არის ომის პაუზაზე დაყენების, პოლიტიკური პროცესების დაწყების შესახებ, თუმცა ეს მიგვიყვანს თუ არა რეალურად აი ამ პუნქტების შესრულებისკენ ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ისევე როგორც საერთოდ ცეცხლის შეწყვეტა ამ ფორმატით, როცა არანაირი გარანტორი ცეცხლის შეწყვეტის არ არსებობს, მოხდება თუ არა, ან რამდენი ხანი გასძლებს, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა. შესაბამისად, ეს შეთანხმება პრაქტიკულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არანაირად არ არის სამშვიდობო პროცესი, თან ვითარება არანაირად არ გავს გაზას. სადაც ისრაელს ისეთი უპირატესობა ჰქონდა გაზასთან შედარებით და ისეთი de facto კონტროლი ჰქონდა გაზას უმრავლეს ტერიტორიაზე დღემდე ნახევარზე აქვს, რომ შედარებაც არ შეიძლება. თუ დაუშვათ ამ ფორმატით ომის შეწყდა გარკვეული პერიოდით და X პერიოდის შემდეგ, რამდენიმე თვის ან რამდენიმე წლის შემდეგ, მაგალითად, ომი აღდგა, რა შეიცვალა რეალურად, ვინ მიაღწია უფრო მეტს და რა შესაძლებლობებს აძლევს ეს რუსეთს და უკრაინას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვებია. თავარი საკითხი. თავარი არის ამ დროს რუსეთს მოეხსნება თუ არა სანქციები. აი ეგ არის თავარი და თუ სანქციები მოეხსნა, რუსეთსაც ექნება ამოსუნთქვის საშუალება. სანქციების რა მარაგი, რა მიმართულებით და რა შედეგებს გამოიწვევს ეს, რადგანაც თუ ეკონომიკურ ნაწილზე არის საუბარი, რუსეთი სამწუხაროდ ისედაც ახერხებს ეკონომიკურ კომუნიკაციას, თუ რა თქმა უნდა საუბარია ტექნიკურ სანქციებზე, ანუ ტექნოლოგიებზე წვდომის, რა თქმა უნდა ეს მნიშვნელოვანი საფრთხეა, იმიტომ რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების გაძლიერება მოხდებოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში მთავარი კითხვა არის, თუ ეს შეთანხმება მოხდა, საქართველო როგორ უნდა იქცეოდეს ამის შესაბამისად თავისი პოზიციების დასაცავად, თუ ეს შეთანხმება არ მოხდა, ასევე რა პოზიცია უნდა ქონდეს საქართველოს, რადგანაც ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნად დამოკიდებული ვართ, რა თქმა უნდა, უკრაინაში მიმდინარე ამ პროცესზე. რა თქმა უნდა, და უკრაინის წაგება ჩვენ არანაირად არ გვაწყობს. ვიღაცებს კი უხარიათ საქართველოში, უკრაინა უკვე არ არის წაგებული, იმიტომ რომ შეგახსენებთ, რომ რუსეთის გეგმა არა მხოლოდ კიევის აღება იყო, არამედ ლვივის აღებაც და უკრაინული სახელმწიფოებრიობის გაუქმება და 4 წლის შემდეგ ომის პრაქტიკულად და 2014-დან არის საერთოდ ომი დაწყებული, ან 11 წლის შემდეგ რუსული ომის 20%-ზე მეტ ვერ აკონტროლებენ და რეალურად თავადაც ჩიხში არიან შესული ბევრი მიმართულებით. უბრალოდ აქ მნიშვნელობა აქვს სწორედ ადამიანური ზიანის. რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოსავით ადამიანებს უყენებს ზიანს, რაც ძალიან რთულია უკრაინისთვის. ჩვენი დრო მოიწურა, მადლობა დიდი გადაცემაში სტუმრობისთვის. გიორგი ტუმასიანი, გიორგი შალამბერიძე, ისინი წარმოადგენენ ინიციატივას ჯერ საქართველოს. მე დაგემშვიდობებით სულ 2 წუთით გვექნება რეკლამა. რეკლამის შემდეგ ჩვენ დავბრუნდებით არანაკლებ საინტერესო თემით. დღეს პრემიერ-მინისტრი იყო პარლამენტში მისული და ძირითადი დრო რაზეც ილაპარაკა არის ეს არაბული ინვესტიცია და იგ ჰილსი. რატომ დაუთმა ამდენი დრო პრემიერმა, რა თქვა, ამაზე ლელოს წარმომადგენელი იქნება ჩვენი სტუმარი. ლელო არის პარტია, რომელიც ამ თემაზე ბევრს ლაპარაკობს, სწორედ ამ არაბულ ინვესტიციაზე. ლევან სამუშია შემოგვიერთდება. მაშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში და როგორც გითხარით, პრემიერ-მინისტრი იყო დღეს პარლამენტში მისული და თავისი გამოსვლის ძალიან დიდი ნაწილი დაუთმო ამ არაბულ ინვესტიციაზე საუბარს, იგ ჰილსზე საუბარს. აქედან ჩანს თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ეს თითქოს ერთი კერძო პროექტი, რომელზეც
რაღაც დეველოპერული პროექტი არის, მაგრამ მთელი სახელმწიფო ვერტიკალი და პრემიერ-მინისტრია პირადად ჩართული მის ასე თქვა დაცვაში, გაპიარებაში და ასე შემდეგ. ბევრი რამ თქვა, ერთ ციტატას წაგიკითხავთ. იქ ხისის პროექტის დაკავშირებით ყველაფერი ძალიან კარგად იციან, რომ არავითარი არაბული ქალაქები არ შენდება, რომ 700 მილიონი შედის წელიწადში ბიუჯეტში, რომ 11 მილიარდით გამამდიდრებს ქართულ ეკონომიკას ეს პროექტი, მაგრამ მაინც სპეკულირებენ, ესა უცხოელი აგენტების ხვედრი და ბედი, რაც ძალიან სამწუხარო და დასანანიაო, მისივე თქმით არის რაღაც თემები, რაზეც არ უნდა სპეკულირებდე, მაშინაც კი, როდესაც ხარ ნაცმოძრაობის, ლელოს ან ალტინფოს წარმომადგენელიო, სწორედ ლელოს წარმომადგენელი არის დღეს ჩვენი სტუმარი, ლევან სამუშია, რომელიც ერთი მთავარი თემა მათთვის სწორედ ეს არაბული ინვესტიცია არის, მოგესალმებით. ალბათ გადაცემაში მონაწილეობს და პრემიერი ამბობს, რომ აი ყველანი სპეკულირებთ, როცა ამ რაღაცა არაბულ თემაზე ლაპარაკობთ, იმიტომ რომ ეს არის მხოლოდ კარგი ქვეყნისთვის შემოდის ინვესტიცია და პრინციპში ხა ინვესტიცია ცუდი არ არის ნამდვილად და აგენტები ხართ, იმიტომ რომ ჩაშლაგინათ ამ ინვესტიციას. მოგესალმებით მე რა, მივესალმები მაყურებელს, მადლობა მოწვევისათვის. ისინი ცოტა ხანში აბსოლუტურად ყველას საქართველოს თითქმის უზახიან უკვე აგენტებს და ეს გასაგებია. სალაპარაკო არაფერი არ აქვს. მოკლედ, თქვათ ერთი ესეთი რაღაც მე რა. ესენი გვეუბნებიან, რომ სიტყვაზე გვენდეთო რა. სიტყვაზე გვენდეთო, რომ ყველაფერი კარგად არისო და ამ ხელშეკრულებასო არაბულ კომპანიებთან არ განმასაიდუმლოთ და არ გავასაჯაროებთ. ბოლობრივია ისმის კითხვა. შენ რატო უნდა ენდოს სიტყვაზე? და შემდგომ ვის უნდა ენდოს საქართველოს მოქალაქეს სიტყვაზე? მე რა გემახსოვრება, აი სიტყვაზე გვენდეთო გვეუბნება ხალხი, აი მაგალითისათვის ეს მე რა არის? გემახსაყდრისი. საყდრისის ამფეთქებლები, რომლებმაც ერთ დღეში ყველა ინსტანციაში ნებართვა მიიღეს გემახსოვრებად, უმძიმესი დანაშაული როდესაც ჩაიდგა, აი ამის საყდრისის ამფეთქებლები გვეუბნებიან, რომ დღეს როდესაც ქართული მიწის გაწყვისება ხდება, სიტყვაზე გვენდეთო. ვინ გვეუბნება კიდევ ხალხო, წლობით გელათში, აი გელათი, ხო, აი გელათის ტაძარი და გელათში ფრესკები. საუკუნეებს გაუძლო. 1000 მომხდურს გაუძლო და ქოციანობას ვერ უძლებს, იმიტომ რომ ეს არის გელათი, სადაც წყალი ჩადის, ფრესკები ირეცხება და წლების განმავლობაში ხდება. ამასთან დაკავშირებით ყველა საუბრობს, მაგრამ პრობლემა არ გვარდება. ეს ადამიანები გვეუბნებიან სიტყვაზე გვენდეთო. ვის ვენდოთ ხალხო სიტყვაზე, როდესაც კორუფციამ შეჭამა ეს ქვეყანა თავიდან ბოლომდე. წლებიან ლელო და ჩვენ საუბრობთ ამასთან დაკავშირებით და გვეუბნებოდნენ, რომ ეს არის პროვოკაცია. ყობახიძე თვითონ საუბრობდა, რომ თანხაწირო დაუდო ხელს არ მოკიდებს ჩვენი გუნდის წევრებიო და დღეს აღმოჩნდა პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, თუ ვინმე არსებობს, ხალხო, ორჯერ პრემიერ-მინისტრი იყო ადამიანი. საპარლამენტო გუნდზე საუბრობ. ერთი წუთი და მაგასთან დაკავშირებით, თუ ორჯერ პრემიერ-მინისტრი იყო ადამიანი, თავდაცვის მინისტრი, ჯარის ფულს იპარავდნენ. ხალხო და ამას ვედოთ ჩვენ თვითონ გვეუბნებიან. ესო კორუფციასთან ბრძოლა არა, მე რა თვითონ კლანებს შორის ბრძოლა. აი ამაზე გვეუბნებიან თქვენ თვითონ საპარლამენტო ამ შემთხვევაში გუნდი მარტივია. ენას ძვალი არა მაგათაც. მაშინაც იცოდა რა ხდებოდა მთავრობაში რა ხდებოდა. მე რა უყურე, ახლა რა ხდება? უყურე, თუ საპარლამენტოზეა, სად არის საპარლამენტო კონტროლი? სად იყო საპარლამენტო კონტროლი? ბიჭო, კორუფციამ შეჭამა ქვეყანა და თვითონაც უკვე როდესაც ერთმანეთთან დაჭირდა ბრძოლა და ბოლოს გეტყვით. მე რა ხო იცით რუსული კანონი რა ამ შემთხვევაში მოტივით და სარჩულით მიიღეს? გამჭვირვალობა გვინდაო. ჩვენ ვითხოვთ ახლა გამჭვირვალობას. ქართული მიწა იყიდება და ხელშეკრულება საქართველოს მოქალაქეები ჩვენი მიწის შესახებ, ჩვენი მიწის გაყიდვის შესახებ ვითხოვთ გასაჯაროებას. ანუ ჩვენი საკუთრება რაც არის საქართველოს ანუ მთავრობა შედის მიწით ასე ხო და მაგას გეუბნები არ იყიდება კი რა ჩდება მთავრობის საკუთრებაში და შედის საკუთრებაში არაფერი არ ჩება მაგ საკუთრებაში აი ზუსტად მაგაზია საქმე მაგ არაფერი არა მარტივად გეტყვით არა მე არ მოტყუდეთ მაგაში და მაგას განვარცხოთ ახლა დავსვათ კითხვა რას მალავს ეს ხალხი ამაზე პასუხი აქვს ყობახიძეს რომ პასუხი აქვს ყველაფერი კარგად არის ხაზარაძემ რომ მოითხოვა გასაიდუმლოება ხელშეკრულების არა მე მომისმენე მარტივად გეტყვით მე რა დავსვათ კითხვა ანაკლიასთან დაკავშირებით ხო სვამთ კითხვას ხო და ხო დასვეს კითხვა ვინმე მოითხოვა ხელშეკრულების განსაიდუმლოება და თუ მოითხოვა ვინმე წინააღმდეგი წავიდა თქვით მარტივია დაისვას კითხვა ეს ერთი წუთი ვინმე მოითხოვა თუ არა
და ვინმე წავიდა თუ არა წინააღმდეგი, თუნდაც აი ანაკლის მხრიდან, ანაკლის კონსორციუმის მხრიდან. არ მოითხოვა. იქ არ იყო ამ შემთხვევაში არანაირი საეჭო, ვერავინ ვერ ნახე, ხო 1000 დაკვირვები თვალი უყურებდა ამას. აქ პირდაპირა, ღიად. ეს ხალხი ღიად, ერთი წუთი, ეს ხალხი ღიად არიან კორუფციაში ეკვიტანილები, ხო? თვითონ 10 წლების განმავლობაში, კაცო, ორჯერ პრემიერ-მინისტრი ყავდათ ადამიანი, რომელიც კორუფციაში პირდაპირ და უკანონო შემოსავლების მიღებაზეა საუბარი. თავდაცვის მინისტრი, რომელსაც აქებდნენ და საუკეთესოა, ვიძახოთ და ჯარდფურს მალავდაო. მე უდანაშაულობის პრეზუმპციას არავისას მორგო, თვითონ გვეუბნებიან. აქეთ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ბჭო არ დარჩა არაფერი, ხო? გასაგებია კლანი-კლანსებისთვის, მათ არანაირი კორუფცია არ აინტერესებს, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ ობიექტური გამოძიების პირობებში რა მოხდებოდა. ახლა მოდი თქვა თქვენი კითხვა არის. 33%-იანი მონაწილეობა აქვს ხო საქართველოს ამ შემთხვევაში. საკონტროლო პაკეტი ვისია მე რა. ვინ ღებულობს გადაწყვეტილებებს? აი ვინ ღებულობს გადაწყვეტილებებს ამ შემთხვევაში? მარტივი არის ხო? 50 პლუს გააქვს მაშინ საკონტროლო პაკეტი. გაქვს გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა. აი ამაზე არის საქმე. აი მაგალითად, როდესაც ქვეყანა მზად არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორია ჩადოს. აი წარმოიდგინეთ. და ნუ მაშინ თქვათ, აი რატომ არის კომპანიის 50%-ზე მეტი და რატომ არ არის საქართველოსი ამ შემთხვევაში 50%-ზე მეტი? მარტივი არის აქა. განაგებს უკვე ის იმას. ანუ კომპანიის საკუთრებაში არის. ის განაგებს ამას 50%-ზე მეტი არის. მე შემდგომი ახლა მე რა გავყვეთ ამას, ხო? 33%-იანი წილობრივი მონაწილეობა რომ არის, ნუ ეს მიწა დაახლოებით შეფასებულია $600 მილიონად. ახლა გადავიდეთ არაბულ მხარეს. $1.2 მილიონი თუ გავყავთ ამათ პროპორციებს, ნუ მე ნაკლებობით დაახლოებით ვთქვათ $1.2 მილიონი ჩადეს პროექტში. არის შემოტანილი და მარტივი არის ესე პროექტში, კაცო, შენ თუ მიწას ამ შემთხვევაში საუკეთესოს თბილისის ფილტვებს, იქით აჭარაში გონიოში, ხო? შენ თუ ამ ყველაფერს მიცემ ინვესტორს, ბანკებიდან მარტივი არის ამ შემთხვევაში დაფინანსების და ინვესტიციის მოპოვება, ხო? აი ამაზე არის. მეორე კითხვა და დავასრულებ. რატომ არ გამოაცხადეს ამასთან დაკავშირებით აუქციონი? მოდი ვთქვათ. იქნებ ქართულ კომპანიებს მიეღო მონაწილეობა. რატო არ გამოაცხადეს აუქციონი? რატომ არ გამოაცხადეს? მე დღეს რო იძახის რაღაც 80%-ია საქართველოს მოქალაქეო. თვითონ ტაშრო უკრავდა არაბული კომპანიის ხელმძღვანელმა, რა თქვა? აბსოლუტური უბრალესობა უცხოელები შეიძინო და ეს ასეც იქნება. აქ არაბულ კომპანიასთან და იქ მხარესთან კითხვები კი არ უნდა გქონდეს ჩვენ და მე და თქვენ. ჩვენ გვაქვს აი ამათთან კითხვები ამ შემთხვევაში. საქართველოს ინტერესების დამზიანებლებთან. კობახიძე რომ ჩვენი ბრალი არ არის გასაიდუმლოებრივი არისო. ეს კონტრაქტი. კანონით აქვს უფლება კომპანიას მოითხოვა და კომპანია მოითხოვა. ანუ კომპანიაზეა დამოკიდებული. არა, კომპანიაზეა დამოკიდებული. ხელშეკრულება, მე რა, ხელშეკრულებაში ერთი წუთი იურისტი ვარ. ხელშეკრულების პირობები შენთვის თუ მისაღებია, იმ შემთხვევაში აწერ ხელს. გამოგე? ხელშეკრულებას. აპრიორი ვალდებულება კი არ არის აქ ამ შემთხვევაში. შენ მხარისთვის უნდა იყოს. შენ მომოწადინებული უნდა იყოს საჯაროობისთვის ამ შემთხვევაში, ხო? ამაზე არის საუბარი. და მე ჩამოგითვალეთ ფაქტები, კაცო. ხალხმა სამტრისი ააფეთქა. გელაჭი ირეცხება ყველაფერი. ესა რა ქვია? თავიდან ბოლომდე კორუფციის ჭაობში ჩაეფლო ეს ხალხი და გვეუბნებიან რომ სიტყვაზე გვენდეო. აი გვეუბნებიან რომ სიტყვაზე გვენდეო, ხო? გარეჯი საქართველოაზე თელი ამბავი რო ააგეს და ორი ადამიანი რო დააკავეს. მე კარგად ვიცი, რომ დავასრულე. მე კარგად ვიცი, რომ გარეჯი საქართველოა. მაგრამ დღეს საერთოდ სიტყვას ამბობენ ეს ადამიანები? ამის შიგნით, ანუ საქართველოს მიწების, საქართველოს ეროვნული ინტერესების, როგორ თამაში მიდის, როგორ საარჩევნო ინტერესებზე დახურდავება მიდიოდა მაშინ. აი აქ რა ხდება? და ახლა ან კორუმპირებულებს, ახლა რომ ენდობი მე რა ვშე? ან ვინმე ენდობა საერთოდ? აი ამაზეა საუბარი. და ესენი მოქმედებენ მიტაცებული ხელისუფლებიდან გამომდინარე საერთაშორისო იმაში კომპანიებთან და ხელშეკრულების ქართული ხალხის სახელით. ქართული ხალხი ითხოვს ამ შემთხვევაში შენ რო შენი მინდობილი პირი ამ შემთხვევაში და ჩვენი მინდობილი პირი და შენი აი თუნდაც სხვა ურთიერთობებში შენი სახელით მოქმედებს და შენ რომ მოთხოვო რომ მანახე რასაკეთებ ჩემი სახელით იმან რო გითხრა საიდუმლოაო. როგორ წარმოგიდგენია მე რა როგორ არის ეს ყველაფერი? აი თან ეჭვმიტანილები არ თვითონ აღიარებენ ამ ყველაფერს. აი ამაზეა მე რა საუბარი.
აი ამაზეა ხო, გასაგებია, მაგრამ თქვენ მერე მაგალითები არსებობს. პარტია იყო, ვინც რაღაც არაბების ჩამოსახლებაზე დაიწყო საუბარი. მერე ირაკლი კუპრაძე გამოვიდა და მეჩეთი უნდა აშენდესო და ასეთ რაღაცებს და ამაზე ქონდა პრემიერს აქცენტი. ერთი წუთი, ირაკლიმ რა თქვა, პრემიერს ერთი წუთი. ირაკლიმ რა თქვა, ირაკლიმ თქვა, რომ ადამიანის შეხვდა და ანუ ხალხში მუსილებს ეს აზრიო. აი ამაზე იყო საუბარი. ხო, მეორე საკითხი. აყურეთ, ეროვნული ინტერესი რა არის? ეროვნული ინტერესი არის ჩვენი ქვეყნის ამ შემთხვევაში კეთილდღეობა. ახლა მოდი ვნახოთ. ყველა შეგვიძლია ვნახოთ. დაახლოებით ვლაპარაკო. ქალაქი მცხეთის ტოლა ტერიტორია, აგერ თბილისში გადაეცემათ და დაახლოებით სიღნაღის ტოლა, ქალაქ სიღნაღის ტერიტორიის ტოლა ბათუმში, გონიოში გადაეცემათ, ხო, აჭარაში გადაეცემათ. ამასთან დაკავშირებით ხალხო, კითხვები რო იყოს. ეს თქვენ ინვესტიცია გონიათ მერა? ეს მუდმივი სამუშაო ადგილი იქნება აქ მერა? რაიმე ამ შემთხვევაში ობიექტები შენდება, სადაც ხალხი დასაქმდება მერა? არა, 8000 ადამიანი დასაქმდება. ხო, რამდენი ხი? ამაზეა საუბარი. ჯერ ერთი ამას რო გავყვეთ. მეორე, რეკრეაციული ზონა. სადაც აკრძალულია ყველა და ყველაფერი. თბილისის ფილტვები, მე არაერთხელ ვარ იქ ნამყოფი. საპატრიარქოს ტბებს უძახდნენ და ტერიტორიას. არაერთხელ ვარ ნამყოფი. უნიკალური ხეები, ტბა. რეაბილიტაცია ჭირდებოდა, 1.5 მილიონი დაიხარჯებოდა ამ ხეტ. ხო და მე არაბები გააკეთებენ. ხო, რას აკეთებენ? ტყეპარკს აკეთებენ თუ შიგნით მშენებლობები იქნება. თუ შიგნით მშენებლობები, თუ დეველოპერული ბიზნესი იქნება, სათამჯენები წამოიჭიმება, რას აკეთებენ? ამას თვალებში ნაცარს ვისაყრეთ, კაცო, თვითონ არაბული კომპანიის წარმომადგენელი გამოვიდა და თქვა ადამიანმა პატრიოტად რომ უმრავლესობაო აქო ისა რა ქვია, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ცხოვრობენო და თავარი რა არის? დადასტურდა რომ ჩვეულებრივად მშენებლობა მიდის, ახლა ამას როგორ უარყოფენ? და მე პრემიერ-მინისტრს უწოდებს საკუთარ თავს ადამიანი. და სარეკლამო წარმომადგენელი. აი, რატო არის ამ დონეზე აყვანილი შენი აზრით? აქ ივანიშვილის ინტერესები ხო არ შეიძლება იყოს ამ პროექტში? პირადი ინტერესები, როგორ ფიქრობ? თქვენ რა გონიათ, რამე წდება დაუშვათ ზოგადად? არა, მე ფინანსური ინტერესები ხო არ იყოს ივანიშვილის? მოდი ხელშეკრულება გაგვისაჯარო. და ვნახოთ ყველაფერი, ხო? და რამე გონიათ ამ შემთხვევაში წდება ივანიშვილის გარეშე ამ ქვეყანაში? რამე საერთოდ სერიოზული საკითხები მე თუ მეტეს ივანიშვილის გარეშე წდება? რა ვისაც გონია კი ბატონო? დაიჯეროს ეს, ხო ამ შემთხვევაში? მაგრამ პირდაპირ გეუბნებით ხალხო, ეჭვი პირდაპირი არის კორუფციაზე. პირდაპირი ეჭვი არის კორუფციაზე, ქართული მიწების ამ შემთხვევაში გამოყენებით, ხო? პირდაპირი ეჭვი არის კორუფციაზე. ამიტომ ვითხოვთ ჩვენ გასაჯაროებას ამასთან დაკავშირებით. ამიტომ არის დღეს გამოდის ეს ხალხი და გვეუბნება ყველაფერი კარგათაო და თუ ყველაფერი კარგათაა გაასაჯაროვე, რას მალავ? თუ შენი ჩემი ქვეყნის ინტერესები დაცულია, რას მალავ გაასაჯაროვე? რატომ მალავ? სატო, აი რატომ მალავ? მარტივი კითხვა, გაასაჯაროვე. აი ამაზეა საუბარი. თავიდან რატო დათავდი ამ შემთხვევაში? ხო იცი რა სიტუაციაა? რატო თანხდები თუ საიდუმლოებაზე მოუწერე, რა ქვია, გასაიდუმლოებაზე? ანუ პრემიერ-მინისტრს მოიყვანა სტატისტიკა, რომ 1500-ზე მეტი ხელშეკრულება ესე გასაიდუმლოებულიო და ეს ჩვეულებრივი პრაქტიკა არის, როცა კომერციულ საიდუმლოებაზე ლაპარაკობთ, იმიტომ მეორე მხარეს არ უნდა იმ პირობების გაჟღერება, რა პირობებით შეგითახდა შენ. იმიტომ სხვა ქვეყანასთან შეიძლება სხვა პირობებით მოაგვაროს და ასე შემდეგ. მარტივი საკითხი არის მე რა. მარტივი საკითხია, საკითხს აქვს თავისი ამ შემთხვევაში წონა, თავისი დატვირთვა ამ შემთხვევაში. და როდესაც კითხვები ჩდება, ამ კითხვებს უნდა უპასუხო, მით უმეტეს. აი ამაზე არის ამასთან დაკავშირებით არის საკითხი. ეს არის თავარი აქ. ხო, ნუ პასუხი ხო ეს არის რაც. არა, პასუხი არის რომ გვენდეთო. და თან საუბრობენ და ამბობენ ვერც უარყოფენო, ნახევარი თავის გუნდი დაჭერილი ყავდა, ნახევარს ამზადებენ კორუფციაზე დასაჭერად. და თან უნდა ვენდოთ. თან გვეუბნებოდა რომ თანხარო დაუდო ზედარ შეხედავენო და მეორე დღეს უკვე მეორე წეს თუ მესამე წეს უკვე მისდენ და თავის გუნდის წევრებს იჭერენ. აქ კორუფციასთან ბრძოლას არაფერ შუაში არა, ყველამ კარგად ვიცის, აქ არის კალებს შორის ერთმანეთს შორის დაპირისპირება, რომ ჩააჩოჩოს და გაწიროს ერთმა მეორე დომინანტური ფუნქციების მოსაპოვებლად ივანიშვილის კარზე. აი ეს არის და ეს. გასაგებია. მადლობა დიდი მოწვევისთვის. ლევან სამუშია იყო ჩვენი სტუმარი, პარტია ლელოს წევრი. ასეთი იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემა. მე გემშვიდობებთ ხოლმე და ხვალ 7:30-ზე შევხვდებით ერთმანეთს.